გამარჯობა მეგობრებო. დღეს ძალიან კარგი და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სტუმრით ვიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს. გიორგი ცაგარელია ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. და სანამ კითხვებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გადავუხადოთ მადლობა Leader Sports და ჩვენ მუსიკალურ მხარდამჭერ Music Rooms. როგორ ხარ გიორგი და რა ეტაპზე ხარ მუსიკაში ახლა? პირველ რიგში მადლობა რომ დამპატიჟეთ. კარგად ვარ და იცი რა არის ესე სახელს ვერ დავარქვი, არ ვიცი რა ეტაპი. იმ ეტაპზე ვარ, რაზეც ალბათ უნდა ვიყო და ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად ეხლა ესეთი მოცემულობა მაქვს, რომ ძალიან ცოტა კონცერტს ვუკრავ, მაგრამ ადრიდანთან შედარებით აი ხლა რასაც ვაკეთებ, აი ოდნავ მაინც თუ რაღაცა დისკომფორტი არის იმ რაღაც მოცემულ კონცერტთან დაკავშირებით, ესეც ხელს არ ვკიდებ და პირიქით, აი თავიდან ბოლომდე ყველაფერი რაღაცნაირად გააზრებული მაქვს და თითეული ნოტი იმ კონცერტში შესრულებული რაღაცნაირ განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს რა და იმის თქმა მინდა რომ ადრე ბევრჯერ მქონია ისეთი კონცერტები და ისეთ პროექტებში მიმიღია მონაწილეობა, სადაც დისკომფორტებიც იყო, არ იყო რაღაცნაირი რაღაცა ვერ გრძნობდი თავს ესე. მგონია რომ ძალიან დიდი სიხშირით იყო და შეიძლება ეგეც ყოფილიყო მიზეზი. უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი რომ შეუძლებელია რომ ყველგან ერთნაირად თქვათ დაიხარჯო და იქ სადაც არ იხარჯები, იქ უფრო მეტად იღლები რეალურად. ანუ პირიქით არის, მაგრამ რეალურად სადაც არ იხარჯები და არ დებ რაღაცა სიყვარულს და არ დებ რაღაცა იმ კონკრეტულ კონცერტისთვის ენერგიას, იქ უფრო მეტად რაღაცნაირად იცლები და კარგავ რაღაც ენერგიასაც, ხალისას და მერე იწყება ბევრი პრობლემა და ამიტომ ეხლა ესეთ ეტაპზე ვარ ძალიან მშვიდზე და თითოეულ კონცერტს რაღაცნაირად ძალიან განსაკუთრებულად ვდგები რა. მგონია რომ პირდაპირ არის ხომ ეგ კავშირში რაღაცა შინაგან მდგომარეობასთან, იმიტომ რომ ხო სხვანაირად ვერ მიაბავ და ისედაც ყველა მხრივ ეგრე რაღაცნაირად დავარცხნილი ხარ უფრო მეტად. ხო იცი რა, რაღაც მე რუტინაში რო გადადის და მე რაღაცა ის რო აცნობ, როგორ გითხრა, რაღაცნაირად რო არიაზრებ იმას, რომ ამან უნდა შენ სიხარული და რაღაც ძალიან დიდი აი დღესასწაულის შეგრძნება მოგიტანოს და არის უბრალოდ შენი პროფესია და გინდა არ გინდა უნდა დაუკრა და ასე ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო იმიტომ რომ აი მაგალითად კლასიკურ მუსიკაში ხშირად ისევ როგორც სხვა მუსიკაშიც არის ხოლმე რომ აი ტური შეიძლება გრძელდებოდეს 1 წლის განმავლობაში თქვათ და შეუძლებელია რომ ადამიანმა 365 დღეში რაღაცა 300 კონცერტი ან თუნდაც 200 დაუკრა და ყველგან ხარისხიანად ანუ აი თუნდაც ენერგიის დონეზე და აი ყველგან ჩადო ეს რაღაცა ისეთი რაღაც ავტოპილოტზე გადადიხარ მერე და აი უკრავდი თქვათ გიდონ კრემერთან რომელთან ერთადაც ანსამბლში და სხვადასხვა კონცერტებს, სხვადასხვა პროექტებს უკრავდი და სულ აი თვითმფრინავი ავტობუსი ეს რაღაცა მატარებელი მანქანა და მე ვოცნებოდი რომ რამე არ შეიძლება მოხდეს რომ ცოტა ხანი გაჩერდეს ეს ყველაფერი და კოვიდი დაიწყო მერე და მერე კოვიდი რო დაიწყო მე პირიქით ხო ძალიან მე პირიქით ნეტავ როდის იქნება და მე მგონია რომ აი ისეთ სიხშირით როა ძალიან დატვირთული რო ხარ ვენტილაციას ვერ ახდენ რა აი ეს რაღაცა ამ ენერგიის როტაცია არ ხდება და მე მგონია რომ ხო და მე უკვე ძალა რო აღარ გავს ამ ყველაფრისთვის რა იწყებ თქვათ რაღაცის მოხმარებას თქვათ ალკოჰოლის ან რაღაცა რომ ეს რაღაცით გონია რომ ამით შეივსებ გადაიტან რაღაც გაატანინებ და მე მოდის უკვე რაღაცა ცოტა ცუდი შედეგები ამ ყველაფრის გამო და ამიტომ ეხლა დიდი რაღაც თითქმის 3 წელი პაუზა მქონდა აღებული და დაბრუნდი მე ამ პაუზამ აი სულ ამაზე ხუმრობ რომ იცი როგორ იყო როცა თქვი რომ აღარ დავუკრავ თქო რა იმიტომ ეს Facebook სტატუსებს არ წერე ესე მაგრამ დავწერ იმის გამო რომ მეგობრებს რომ ვეუბნებოდი თქვა იმ მეგობრებს ვისთან ერთადაც ვაკეთებ რაღაც პროექტებს აქ და იქაც თქვი რომ სულ ვეუბნებოდი რომ ცოტა მე მგონი პაუზის აღება მჭირდება დავიღალე და კაი რა ჩვენც ესე ვართ რა პაუზა მერე და
მე ისე გამოვიდა რომ აი დავწერე სპეციალურად რომ აი მეჩვენებინა საბუთი რომ აი აღარო დავწერე და ნუ ხო გამოიღო ეგ რაღაც შემოქმედებითი შედეგი მაგ ხო და იმის თქმა უნდა ეს რომ დავწერე კომენტარები უცხო ადამიანები მწერდნენ რომ რატო და როდის დაბრუნდები და გელოდები და რაღაცა და აი ხო ცოტა პანაშვიდი იყო და მე როცა თქვი რომ ბრუნდები თქო საერთოდ ნული რეაქცია იყო იმიტომ რომ ხო ეს ადამიანის ეს ტრაგედიები უყვარს და ყოველთვის ესეთი მომენტი მე კიდე ავიწყდება ყველას ანუ რას აქტუალური როცა ხარ იმ მომენტში ძალიან ადვილად მე გადადის ეს ყველაფერი და ადამიანი აი ძალიან თავისუფლად რაღაცა სხვა რაღაცით ჩაგანაცვლებს და ეს ნუ ძალიან ნორმალური და ბუნებრივი ამას არ შევხვდი ის რომ აი მე ხალხნო აქ ვარ და გამომხედეთ მაგრამ ნუ რაღაც ბევრ რაღაცას გადაჩვეული ვიყავი და იცოდა ესე ნელ-ნელა ესე დავიწყე რა თუმცა აი პირველი ორი კონცერტი ფილარმონიაში მომიწია სტიქსის დაკვრა და ანუ მაინც ჩვეულ რაღაცა მომიწია როგორ ამბობს ან მომიწია იმას გულისხმობ რომ რაღაც აი პატარა სივრციდან კი არა აი უცებ ისე ძალიან დიდ სივრცეში მაგრამ აი ბოლოსაც ფილარმონიაში მქონდა კონცერტი და მახსოვს რომ აი აი ოთახიდან რომ გავდიოდი ოთახიდან სადაც ეს მერცენაზე გადიღა აი ვერაფრით ვეღარ უბრალოდ აი ვერ ვანსხოვებდი ხლა აი ამ ოთახში ვარ სცენაზე აი სულ ერთი იყო რა ანუ არანაირი შეგრძნება აღარ მქონდა და ეს ძალიან ცუდი იყო და აი მაგან კიდე ერთხელ რაღაცნაირად გამიმყარა ის იდეა რომ უნდა გავჩერდე და რა თქმა უნდა ხლა ყველა სხვადასხვანაირი ნერვული სისტემა გვაქვს და ყველა სხვადასხვანაირი რაღაცა ისინი გვაქვს რა ქვია მე მგონია რომ სწორად გიკარნახა კი ყველაფერი როგორც ხდება ესე უნდა მგონია იმიტომ რომ კამბექით დაბრუნდი ორ წელიწად ნახევარი ქონა პაუზა დაახლოებით ხო რაღაც ესე რა და ძალიან საინტერესო იყო მე კონცერტი ძალიან საინტერესო სასიამოვნო ხო იცი რაღაცა ესე მივდექი რომ აი ბრუნდები და რაღაცა ეს არა უბრალოდ რაღაცა ექსპერიმენტ ნუ რაღაცა პირველი ეტაპი მე იმას დავაშენე მეორე ანუ რეალურად პირველი კონცერტი რაც დავუკარი ან ჩემი პროექტი მე იმას ზემოდან მეორე რაღაც ანუ დავაშენე ანუ ვოკალები შემოვიყანე მე უფრო მრავალფეროვანი გავხადე და ეხა უკვე აქტიურად აი სტრინგებთან ერთად ვაკეთებ კონცერტებს და მე რისი ოცნებაც მქონდა ეს იყო რომ ეს უმშურდა შენი პროფესიის რომ აი თქვა მსახიობებს შეუძლიათ სპექტაკლი ითამაშონ ბევრჯერ და მე დოისთან ვიმუშავე სამეფო ომის თეატრში სპექტაკლისთვის და იქ მუსიკა ერთად გავაკეთეთ და ეს ხშირმა აი სპექტაკლებმა კიდე გიდია გამიჩინა რომ ხშირი რაღაც სერია გავაკეთო ერთ და იგივე კონცერტების და ეხა უკვე სიკრეტ ივენთებზე გადავედი, რაც ძალიან სასიამოვნო რაღაცა არის და ვაუ. ეს სიკრეტ ივენთი რეალურად ესეთი რაღაცა რომ ადრე ლონდონში დაიწყეს სიკრეტ აი ფართების გაკეთება, რომ თქვათ ხმაურის გამო რომ პოლიცია არ მოსულიყო და რაღაც არალეგალური რაღაცების გამო არის ესე ღიად არ ახმაურებდნენ სატარდება ეს ფართი და რაღაც 1 საათით ადრე მისდიოდა ხალხს მეილზე ლოკაცია და მე გარბოდნენ და ეძებდნენ და რაღაცა და ეხა უკვე ესეთი რაღაც თითქოს არჩევამ ადამიანებს მეილები შევაგროვე და ამ მეილებით მე გავგზავნე მოწვევა და არ იცოდნენ სად მოდიოდნენ და იცი რა არის ცოტა ხანი მეილები დავასტოპე რომ ჩავატარე იმიტომ რომ მეილების შეგროვება ცოტა რთული პროცესი იყო ზოგი ქართულად წერდა მეილ ზოგი iCloud-ზე ელოდებოდა Gmail-დან გამოგზავნილ ზოგი მაგას შენაკეთებ არავინ არ გეხმარება არა აი ჩემ მეგობარს ჩაგილავს თხოვე და მაგრამ სიგიჟეა მაგის და ეს მაგრამ ნუ ის ცალკე გაგიჟდა და მე მეც ხომ მაინტერესებს რა ხდება დაახლოებით და რაღაცა და მე ყოველ დღეს თორებს დევდი და უხსნიდი ხალხს აი მეილის ჩაწერა ან მაგალითად აი რო გამოგზავნიდნენ მეილს ეგონათ რომ ეგრევე ინფორმაცია უნდა ანუ მოკეთ ბევრი რაღაცა ეს რენდომ პრინციპით ირჩევა და იცი რა არის ბევრნაირი პრინციპი თუ ის უფრო კარგი მეილის მისაბარ არა იცი რა არის ცოტა აი მაგასაც არ მინდა საჯარო თქმა მე მიყვებით რა პრინციპით ვარჩევდით რომ ვიღაცას იცოდა ხო დროში ცოტა უნდა ვიხტუნავთ რა ხან მე გამაჩერეთ ხოლმე იმიტომ თუ დავიწყე ლაპარაკი არა ჩვენც ეგ გვინდა ხან უკან წავოთ ხან წი აი ძალიან დროში ვიფიქრე რომ ცოტა არა ვიგულისხმე ანუ ისტორია ქრონოლოგიას არ მიყვებით ისე არ მიყვებით რა აი ბავშვობიდან ძალიან გამორჩეული მუსიკოსი და იქიდან მოყვა ხო აი სინესთეზი მინდა რომ გაგახსენო და ყველას გავახსენო აი არ ვიცი მე რამდენად
არსებობს კიდე რაიმე მსგავსი ჩვენთან ან უარსებია. ძალიან საინტერესო პროექტი იყო და რამეს ეგეც ხო არ გეგმობ, იმიტომ რომ არ ვართ ანუ ფუფუნება. რომელი პროექტი? სინესთეზზე ვამბობ. ეგ რომელი პროექტი იყო? ანუ თვალვისია და არ ახსოვს. არა, მართლა ვერ ხვდები, შეფარა ჩემი. პროცესი იყო აბსოლუტურად, ანუ სრულად იმპროვიზირებული და იყო მხატვართან ერთად, ტეტესთან ერთად გქონდა და მე კორძი და ის ლევან სოღოლაშვილი. Yes. ეს იცი რა, ხო გამახსენდა. არა, იმ ცხოვრებიდან ცოტა რაღაცები არა. ძველია თქო, მაგიტომ თქვი რომ ცოტა იქი ჩავიჭიჭ. არ ვიცი, ეხა ამ რეალურად ესეთი რაღაცების ხშირად ჩატარება, ფიქრობ რომ მესმის ხო, მაგრამ ნუ იშვიათად ხო, იშვიათად არ ვიცი. ანუ მადლობა ის გავიფიქრებ ამაზე, იმიტომ რომ საერთოდ არ მახსოვდა. ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ხო, რაღაცნაირი იქვე ხდება და რაღაც ცოცხალი პროცესი არის და ვისაც მახსოვდა, პროსტა ბევრი საათი მიდიოდა და ხო და ეგეთია მგონია რომ არაფერი ხო და არ გვაქვს რაღაცა ეგეთი თითქმის არაფერი ან შეიძლება მე არ მახსენდებოდეს ყოველ შემთხვევაში რაღაცა იმოდენობით რო იყოს რაღაც გავრცელებული იყოს მგონია რომ ჩემამდეც მოახწევდა ხო ძალიან საინტერესო სიამოვნებით მე გამოგიგზავნე აუ კამბექს მქონდა მე კიდე კითხვა რადგან შენ პროექტებზე ვსაუბრობთ კამბექი რო გააკეთე პროექტი ხო იყო რატოღაც არ იქამდე რაც ქონდა ის Tzagaraelian Strings იყო რომ ბევრი მუსიკალური ჟანრი ერთიანდებოდა კამბექში ძირითადად იყო ჰიპ-ჰოპი ხო ხო სწორად ცი როგორი აი გეტყვი ხო კი მაგრამ ხო აი რატო კი კითხვა მაგრამ რატო გასწოდა რომ ჰიპ-ჰოპი და კლასიკური მუსიკა ერთად ეხა ბარემ რა ვარ დამოვიწყდეს მე ვიტყვი რომ აი ხლა აი ამ კამბექს რაც დავაშენე თქო ეგ იყო მე ანა მარია ბურდულის უკვე ვოკალი შემოვიდა და ბეკ ვოკალები ყავდა ლიკუნა სალომე და 11 ივლისს აი კიკეთში ფერმაში გვექნება ეს პროექტი რა ზაფხულის ღამის სიზმარი დავარქვით ამას იმიტომ რომ იმ ბევრი რაღაც მე გამოვიყენე ამ სპექტაკლისთვის თოის და რის თქმა მინდა იცი რომ საერთოდ არანაირი იდეა ესეთი არ მქონდა უბრალოდ მივხვდი რომ რაღაციდან უნდა დავიწყო უბრალოდ აი პროცესში უნდა აი ის კი არა რაღაც შედეგი უნდა რომ მივიდე უბრალოდ რაღაცა პროცესი და ვიფიქრე რომ აი ნიკოლასთან ერთად იმიტომ რომ ნუ ნიკოლა არ ვიცი მართლა ალტი რომ იცი იმაზეც უკრავს ანუ არ ჭირდება ამაზე ხო ნუ და თან რა არის იცი რომ ნიკოლასთან ძალიან კომფორტულია მუშაობა იმიტომ რომ აი ნათქვამი არ მას უკვე ეგრევე გებულობს ეგრევე აკეთებს და ეხა მე გავიარე კურსი და ვისწავლე Ableton-ის სამთვიანოს კურსი ჩავატარე და მაინც პრაქტიკა არ მაქვს და ანუ ნიკოლასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ რატო იცი რომ აი ყველაფერზე ნიკოლა რომ აბა ის როგორ გავაკეთო ხან კორდს ვეკითხავდი ხან ნიკოლას მაგრამ ნიკოლამ გარდა იმის რომ ეგ ძალიან მაგრა ის კიდე ყველა ინსტრუმენტს ფლობს და ძალიან მაგარი აი ძალიან მაგრა შეუძლია რომ აი უსიტყვოდ გაგიგოს და ძალიან არ ვიცი აი ძალიან მაგარი დრო გავატარეთ წყნეთში ესეთი ეზოში პატარა სტუდია გავაკეთეთ და ჩვენ თვითონ მოვაწყეთ რაღაც და ბუნებაში მუშაობდით ყოველგვარი რაღაცა გეგმების გარეშე პირველ ეტაპზე ეს რაღაცა თვეების განმავლობაში იწერებოდა უბრალოდ ვიკრიბებოდი და არ ვიცი მე ესეთი რაღაცნაირად ესეთი თითქოს რაღაც სამყაროს ესე მიმართე რომ აი რა იდეა ჩემოვა ეგრევე უარს იმიტომ ხშირად ხო რა ხდება რომ რაღაც იდეა შემოგდის და მე ამას ჩვენივე ეგო ბლოკავს ანუ რაღაცა ეშმაკი გებძვის მოდის და გეუნება რომ არა ამას რო გააკეთე ამის გამო მე ხო ისა და იმაზე ამას რა სიტყვია და ეს ხო იმა რაღაცა და მე ხვდები რომ ეს ანუ იმიტომ რომ რაღაცნაირი კოლექტიური ესე ცნობიერი არსებობს იქ დაფრინავს ეს იდეები და ვიღაც შენთან არ მოვა სხვასთან წავა ძალიან მაგარი წიგნია რიკ რუბინი არის ეგეთი პროდიუსერი შეგიძლიათ ნახოთ ან YouTube-ზე რა მაგას გქონდა იქაც ეს იძახეს რომ მოვიდა იდეა ასო აღარ უნდა ბევრი ის არა ფილტრში გატარება პირდაპირ გააკეთე ეგ ვინც არის ესეთი უცნაური იდეები მოდიოდა აი მაგალითად რაღაც თქვა ჩემი საყვარელი რაღაცა მომენტები უფრო იმპრესიონიზმი გრაველი დებიუსი რაღაც მომენტები ქონდა და თქვა ამ ადგილს ამოვიღებდით და დავლუპავდით და აი ველოდები აი რა შეიძლება მოხდეს და უცებ აი მაინც და მაინც ჰიპ-ჰოპიდან თან ისეთი რომ აი თითქმის არ ვიცი რომ არ გავუგე ძველი რაღაც ისეთი უცნობი რაღაცა ისეთი ჯგუფები და რაღაცა თუმცა გესმოდა ეგ მე რომ და ნიკა ნუ თავიდან ნიკოლა
ესეთის კონდა, ნუ რა შუაში არის, მე მგონი რაღაც არ გვინდა და ვეონები მიდით და ან ტონალობა შევცვალოთ და დავადებდით და რაღაცა ძალიან მაგათი ორივე ხდებოდი რაღაცა ის პროცესი ძალიან მაგარი იყო რა, რომ აი როგორ ხდება ესე რომ აი იმპრესიონიზმი და ჰიპ-ჰოპი რაღაც 90-იანების ჰიპ-ჰოპი ესე ერთმანეთს ესე ედება რანაირად და მე უკვე რაც უნდა გიჟური და რაღაც აბსურდული იდეა მქონოდა უკვე ეგრევე აკეთებდა. იმიტომ ყველა პერფექციონისტი არის რა, აი ჩვენი მასში განსაკუთრებით მაგ არა კოლექტიურ არაცნობიერშიც გონია რომ აი რაღაცა ყველა მაგიტო ბლოკავს რომ რაღაცა ჩვენ ძალიან ესეთ ანუ პერფექციონიზმის ხო და როგორ არის რაღაცა უკეთესი კარგის მტერია თუ რაღაც გამოთქმა არსებობს თურმე რა რომ აი სულ რაღაცა აი უკეთესი და რაღაც ის გვინდა და პირიქით არის რაღაცამდე კი არ უნდა მივიდეთ. просто ეს უნდა იყოს პროცესი რა და ეგაა მთავარი და საინტერესო და ის მერე თავისით როგორც მოვა, რაც მოვა, ეგ უკვე კი მერე თავისით იქ ჩვენ ხელში არ არის. აი ეგ რა ესეთი ფრაზა არის, მაგრამ ნუ ესე გამოვიდა ხო რომ რაღაც სტერეოტიპები ამ მსხვრე ამ აკადემიურსა და რაღაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად ან თურმე ძალიან კარგად შეუძლია თანაარსებობა, ვიცი რომ სხვაგან არსებობდა, მაგრამ ჩვენთან ესე აქტიურად ღიშუქზე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება რომ გამოეტანა ვინმეს და აი ეგ როდის გაგიჩნდა რაღაცა პროტესტი იყო, უბრალოდ ინტერესი იყო რომ რატომ არა მაგალითად რადიკალურად სხვა მიმართულებასთან ერთად. არა, ისე რა, არანაირი არც პროტესტი არ მქონია და რეალურად სხვაგანაც რა როგორ ხდებოდა ეს დიდად არ დავინტერესებულ ვარ. აკადემიურ სივრცეში მთელ სოფლიოში ძალიან ცნობილი საზოგადოება არის და აი ოდნავ სხვა მუსიკის მიუღებლობავს, მაგრამ იქ ჩვენგან განსხვავებით ხა ნუ 1000 ხა ევროპის მასშტაბს თუ ეღება ამერიკას, თუნდაც იაპონიას და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, ნუ მართლა 100,000-ობით მსმენელი იყოს კლასიკურ მუსიკას და აი კონკრეტული სოლისტი და განს კონკრეტული ან კონკრეტული დირიჟორისგან და ორკესტრისგან კონკრეტულ რაღაც რეპერტუარს ელიონ სეზონიდან სეზონამდე ეგ კულტურა არის და იციან რომ რაღაც ბრამსის სიმფონიის მოსასმენად უნდა წავიდნენ ეს და რაღაც ჩვენთან ნუ სამწუხაროდ ეს აკადემიური მუსიკა ცოტა ისე არის ხო არის მაინც მაგრამ ნუ არ არის იმ ნუ მე გულისხმობ პროცენტულად რა საქართველოს ნუ არ არის ჩვენთვის ესეთი ხო ესეთი ხო რომ ისეთი კულტურის ნაწილი თქვა როგორც ევროპის და რაღაც სხვა ქვეყნების ხო თქვა ჩვენთვის უფრო ახლოსა ფოლკი და რაღაც ასე შემდეგ და ესეც ძალიან კარგია მაგრამ რა რის გამო მოხდა არ ძალიან ისეთი მარტივი პასუხი ამაზე და ეს კი არასდროს არ მქონდა ესეთი ჩამოყალიბებული მუსიკალური გემოვნება, ანუ ვერასდროს ბავშვობიდან, აი მახსოვს რომ მაგალითად ისე როგორც კლასიკური მუსიკა მოქმედებდა ჩემზე. ალბათ იმიტომ რომ სახლში უსმენდნენ სულ კლასიკურ მუსიკას, დედა ჩემის და მამაჩემის და მაგათთვის სხვა მუსიკის მოსმენა, აი მამაჩემისთვის უფრო, იმიტომ რომ მამაჩემი ხარი 93 წლის, იმ მისთვის აი სადღაც რახმაინოვზე მთავრდება მუსიკა და აი ცოტა guilty pleasure იყო რაღაცა თქვათ რომ აი სახე მომესმინა რა დღემდე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი. ძალიან კაი კითხვა გამახსენდა, არ დამავიწყოთ guilty pleasure-ზე გთხოვთ. ხო, აღარ მოგწონთ შევს პირდაპირ შემენი. ხო და ეს ერთი მომენტი იყო და რაღაცა ვეზიარე სახლში, იმიტომ სულ იყო ჩართული ეს მუსიკა და იმის გამო არა რომ პირიქით მუსიკალურ სკოლაში ცოტა ჩემ ბავშვობაში გაზიზღებდნენ მუსიკას კლასი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი პორტრეტები და ეს რაღაცა მირჭობდნენ თიქსებში ფორტეპიანოზე რომ ეს ხო სახაზები რაღაცები გამიგია, მაგრამ ნუ ცოტა რაღაცნაირი მიწოდება იყო ამ მუსიკის რა და მეორეს მხრივ ეხა MTV უკვე არსებობდა ანუ 96 წელი ესე თქვათ იმ სასაკი როცა უკვე რაღაც გაცნობიერებულად იწყებ მუსიკის მოსმენას ხო ანუ მე რაღაც 10 წლიდან ასე რეალურად ეს ითვლება რომ რაღაც 10 წლიდან 14 წლამდე სადღაც ესე ყალიბდება რა გემონება და აი მაგალითად მახსოვს რომ აი მუსიკა მახსოვს და კლიპი მახსოვს რომ ეს Soundgarden-ის Black Hole Sun არის ესეთი აი რაღაც მისტიური ჰარმონიები იყო და მე რაღაც ბევრი წელი გავიდა, ის საერთოდ არ გამხსენებია, თქვათ უკვე აი გავხდით 15-16 წლის და მე შემთხვევით რადიოში იყო ეს მუსიკა და არ ვიცოდი რა, აი ესე რაღაცა კლიპის დონეზე მახსოვს, ეხლა მაშინ არ იყო ხა. მე ცოტა ბოდიში სხვა ასაკის მაშინ ანუ არ ვერ დავგუგლავდი და რაღაცა და ეს რასაც გვაწოდებდნენ ხო რეალურად აი ეს ბენდებიც რომელიც ეხა
იქ 90-იანების დასაწყისში და 80-იანების ბოლოს საქართველოშიც ხო ის რაღაც ალტერნატიულ როკს რასაც ვეძებდით და ასე შემდეგ ის იყო რომ რა პოსტ-პანკი ხო რასაც ის საბჭოთა კავშირში რა აკრძალული რაღაც არ არსებობდა ბევრი ინფორმაცია მუსიკალური ხა ბოლოს უკვე კი რა თქმა უნდა მაგრამ რაც შემოდიოდა და ის ერთ ბაბინს თუ ერთ კასეტას თუ ერთ ფირფიტას მე ყველა ერთ მანჩი ცვლიდა და ის რაც სხვა მუსიკა რო შემოსულიყო სხვა რაღაც განვითარდებოდა და ნუ MTV-მ და ასე ვთქვათ მე იქ უკვე იყო ეს სხვადასხვა რადიოები და მე უკვე როკი და ის იყო როკ რადიო იყო მწვანე ტალღა და იქ სულ გადიოდა ეს მუსიკა როკიც მომწონდა პოპიც ჰიპ-ჰოპ ყველაფერი მომწონდა რა და მივხვდი რომ აი ისიც მომწონს ესეც მომწონს იმის მოძებნაც მინდა ანუ მართლა ვიწერდი რადიოდან კასეტებს რაღაც მე უკვე ინტერნეტი რო შემოვიდა მე უკვე კიდე რაღაც ახალი ეტაპი წამოვიდა და უკვე ძალიან ბევრი მუსიკა გავიგე და ტელევიზორიდან ვიწერდი ვიდეოზე და ესე აი მახსოვს რა ეს ანუ ამასაც თავის ხიბლი კონდენტო კიდე ადრე ხო კიდე ჩემზე უფრო წინა თაობას ხო საერთოდ რაღაც სადღაც უნდა ვიღაცასთან ჩუმა წასვლა გადაეწეს მთელი მოგზაურობა იყო და თავგადასავალი ეხლა ძალიან მარტივია ეხლა პროსტა შეხვედი მოისმინე და რაღაცნაირად კი იმ ფირფიტებს და კასეტებს აი სისხლი დაუფლიესო კი შეიძლება ვიღაცას მოეპარა მოეკლა რაღაც ერთი მუსიკის გამო ხო მაგარია ხო და მივხვდა რაღაცა მე რა ისე მოხდა რომ უკვე რო გავიზარდე და იქ წავედი უცხოეთში სასწავლებლად და მე ეს რა ასე შემდეგ სულ მეგონა რომ აი რაღაცა ვიპოვი ჩემ თავს კონკრეტულ რაღაცა მიმდინარეობაში ჟანრში და იმიტომ რომ ამას რო უსმენ ის მინდება ხოც რაღაცა ტყვის მოგეშალა ნერვები ჩამოხვედი საქართველოში და ყველაფერი გაერთიანე ხო და აი არა აი საქართველოში ჩამოდი თან ნახევრად აქ ვიყავ იმიტომ რომ თან იქ ანსამბლში აი რა ვახსენს გიდონ კრემერთან უკრავდი და ასე შემდეგ რაღაც პროექტებში და იქ რო ვიყავი თქვა მინდებოდა აი ალექსანდრესთან ერთად კორცთან რაღაც გამეკეთებინა ნიკოლოსთან ყანჩელის რაღაცა სხვა პროექტები მე თქვათ ამათთან ერთად რო ვაკეთებდი ისევ ის მინდებოდა და აი რაღაც სულ ამაში ვიყავდი მეგონა რომ აი ერთ დღესაც რაღაცა და მე უკვე ახლა ამ პაუზამაც ეს რაღაცნაირად დამარწმუნდა იმაში რომ არანაირი რაღაცა ის არასებობს აი საბოლოო ეხ ყველაფერი ექსპერიმენტალურია ყველაფერი მომწონს და სულ მთელი ცხოვრება ესე ვიქნები სხვადასხვა დოზებით იქნება ჩემში ეს მუსიკა და პირველად ნუ ესეთი უფრო ესეთი რაც შეიძლება რაღაცა აღარ მახსოვს მაგრამ რაც მახსოვს ეს არის რომ აი კონსერვატორიაში გავაკეთე თქვათ სიმებიან ორკესტრთან ერთად კონცერტი სადაც სტრავინსკი იყო იქ ჯონ ადამსი იყო ქართველი კომპოზიტორების აქტუალური მუსიკა იყო და ბოლოს მაგალითად კაიაკატა გამოვიდა და ის მსმენელი რომელიც კონსერვატორიაში რაღაცა სხვანაირი მსმენელი არის უცებ თან აი მათი ორი სიმღერის ესე ბჭყალებში ლიბრეტო ამობეჭდეთ ეს ტექსტი ეწერა და აი მაქვს ფოტოები და ვიდეოები ნანახი რომ ეს ცოტა უფრო კლასიკურ მუსიკაზე ცოტა ასაკიანი ხალხი დადის უმეტესად რა პროცენტულად რომ ესე კითხულობენ და ხო და ნახე იმათაც თავისი მსმენელი მოყვათ ხო და იმათმა მსმენელმა თქვათ იმათ გაიცანი ის მუსიკა და იმათ ის ხო ეს იყო რა იდეა თაყვანყოლების ეს იყო ეს ერთი მხარე და მეორე ის იყო რომ აი ამას რო უკრავ მე ის მინდება და ამიტომ ესეც იყოს და ესეც და რაც არ არსებობს მოგეთ არანაირი ჟანრი აი პლეილისტში მეც ეს პლეილისტებს არ ვადგენ არასდროს მე თვითონ თქვენ გადაცემის ხალხით გავაკეთე მაგრამ ესე არ ვაკეთებ რომ აი ჩემი შედგენი პლეილისტი რაღაც თავისით ხო გირა მაგრამ აი იმასაც უსმენ რა guilty pleasure. მე ვეკითხები ხოლმე სტუმრებს ყოველთვის, რომ აი რას უსმენ. არ არის აუცილებელი რაღაც რეკომენდაციის სახით, უბრალოდ მართლა მაინტერესებს ხოლმე რას უსმენენ და ეხლა მოვიფიქრე ეგეთი რაღაც, რომ ერთხელ დავსვი ეკითხვა და პასუხი ვერ მივიღე რა. აი ტრეკი თუ გაქვს რამე ეგეთი guilty pleasure, მე ვაღიარებ თქვი. და რომ guilty pleasure აღარ ან თვითონ ის მომენტი აღარ მოხდა. ტრეკი არ გაქვს ეგეთი რამე, აი რო იცი რომ ვიცი რომ აქ ვინც მოდის დარწმუნებული ვარ რომ ყველა ძალიან კარგ მუსიკას უსმენს, მაგრამ what about ცუდი მუსიკა რაც არ ყოფ აი მაგას აღარ აი ნახე ეგ მომენტი საერთოდ ვცდილობ რომ აღარ მქონდეს კარგი და ცუდი რაღაცა შავი თეთრი არ რაღაცა აი მაგასაც რაღაც ტოქსიკურთან აკავშირებს აი ნახე ჩემთვის ცუდი მუსიკა ის იქნება რომელიც შეიძლება ობიექტურად
ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ ჩემთვის ცუდი, უბრალოდ ჩემ გემოში არ არის, რაღაცა არ რეზონირებს, რაღაც არ დამაინტერესებს, თორე შეიძლება იყოს მართლა გენიალური, უამრავი ბენდი, უამრავი კლასიკურ მუსიკაშიც კომპოზიტორები, რომლებიც ჩვენთან არ რეზონირებს. უბრალოდ არ მაინტერესებს, ვერ უსმენ და ვერც უკრავ. ამის გამო მაგალითად კონკურსებზე ვერასდროს ვერ გავედი რა. ეს ახალგაზრდებმა ეს ძალიან ცუდ მაგალითს მეუბნები, მაგრამ უნდა და იმიტომ რომ კონკურსზე გიწევს იმის დაკვრას, ამის დაკვრას, იმის დაკვრას. ვერასდროს ვერ დავაძლიერე ჩემ თავს და არ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ კარიერის ხრი, მაგრამ მეორეს მხრივ ცოტა ჰობივით უყურებ მუსიკას მაინც. არ ვთვლი რომ ეს რაღაც პროფესიის ნაწილი არის. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს. მაინც ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი სიამოვნების მიღების წყარო და თავისუფლად გრძნობ თავს და როგორც მუსიკის მოსმენა მანიჭებს სიამოვნებას და ამაში პროფესია ხო არ ჭირდება მუსიკის მოსმენას, უბრალოდ უსმენ ან რაღაცა მივხვდი ეს იქ რა თქმა უნდა მეტი პასუხისმგებლობა აქვს რომ მე უნდა გავაზიარო თან სხვისი მუსიკა რა. და ამიტომ ხო ესეთი ცუდი ვერ ვიტყვი რაღაცა რომ ყველაფერი კაი მუსიკაა თორემ ჩემ მეგობრებისთვის პირდაპირ რომ მეკითხებიან აზრს ან რომ ხანდახან არც მეკითხებიან მithქვამს რომ ვერ არ ვიცი რა არის რანაირ ან რას მღერი ან რას უკრავ ვერ გავივე მაგრამ შენ მოგწონს ხო მაინც არ მიპასუხა ხედავ არა დიპლომატიურად არის და თავ არა გასაგები არა ჩემთვისაც გასაგები არის აბსოლუტურად კი კაი ახლა ცოტა რო დნავშევცვალ რაღაცას უყურე და გავიკე რაც არ ვიცოდი მე შენზე რომ სპორტით იყავი დაინტერესებული და მქონი დღემდე ხარ იცი რა არის სპორტით ესე ხმამაღალი ნათქვამი უბრალოდ ფეხბურთი გიყვარს. ბაბუაჩემი თამაშობდა დინამოს პირველ თაობაში და ბაბუაჩემის ის რო იყო რა ქვია დაგძალვის დღე და მე ეს ქელეხი იქ ბორის პაიჭაძე იყო თამადა და იმ დღეს დავიბადე და იქ სადღაც დაარეკეს თქვენს რომ დაიბადა ბაბუაჩემს ერქვა ჟორა ანუ გიორგი და ერთი გიორგი წავიდა მეორე მოვიდაო და უეჭველი ფეხბურთი რა მე ძალიან მიხ ბავშვობაში სადაც გავიზარდე ფეხბურთი იყო ყველაფერი და მაგრამ მახსოვს გარედან ჩაგიდეს ეგრე გონი. არა, იცი რა, არ ჩამიდეს. პირიქით, არ გაამართლა ბორის პაიჭაძეს რაღაცა ეს. უბრალოდ ცადე ფეხბურთზე შევეყვანინე თავი, მაგრამ ძალიან დამეზარა იქ ვარჯიში. ვიოლინოზე დავდიოდი მაშინ სანამ ალტზე გადავიდოდი, ალტი ცოტა დიდი ინსტრუმენტია. და ისეც მეზარებოდა, რა თქმა უნდა, და ძალიან წარმოცავდი და არ მეცადინეობდი და რას მერვე კლასამდე საერთოდ ფაქტობრივად არ მივლია. და საერთოდ აზზე არ ვარ რაღაც ისე გადავყავდით და გადავყავდი ხათრი თუ რაღაცა ესე და ალტი რო უფრო მძიმე წონის არის აი ეგ არ გეზარებოდა იცი რა არის ალტზე კი მძიმე წონის მერვე კლასიდან მძიმე წონის არის მაგრამ იმის გამო რომ კლასიკურ რეპერტუარში აი თქვათ მე-18 საუკუნის, მე-19 საუკუნის მუსიკაში ალტი არ იყო სოლო ინსტრუმენტი და იყო ძალიან მარტივი დაწყებით კლასებში და სკოლის პერიოდში იმ მუსიკას გადიხარ ხო და არა თანამედროვეს და ბევრად მარტივი იყო ვიდრე ვიოლინოს რეპერტუარი და ამიტომ უბრალოდ კლასიდან კლასში რო გადავსულიყავი ეს ბევრი გადადის ასე სიზარმაცის გამო მაგრამ მე ისე გართულდა მაგრამ თან რა მოხდა იცი რას დაემთხო რომ იმიტომ გავყევი ალტს რომ მოვისმენე რაღაც კონკრეტული ნაწარმოებები უკვე მე-20 საუკუნის რომელიც ძალიან მომეწონა და ამის ხათრით უკვე გაჩნდა საინტრო სოლისტების გარშემო სოლო დაიწყეს დაწერა მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრი არტისტვის და ეხლა 21-ში ძალიან ბევრი წერება და ამიტომ ვიფიქრე რომ მოდი ვცდი ჩავაბარებ კონსერვატორიაში იქნებ უბრალოდ ჩემთვის ეს ნაწარმოებები და უკვე საერთოდ არ წარმოედგინე რომ მე თქვა აი თუნდაც გია ყანჩელის სტიქსი და სხვანაირად რაღაც ლიტურგია მე თქვა მასთან ერთად სადღაც ტურში წავიდოდით ან რაღაც კონცერტებს გავაკეთებდით და დაუკრავდი ანუ ეს იყო რაღაცნაირი ოცნება კი არა ანუ არ ოცნებას არ იყო რა უბრალოდ არც უშვებდიან ყველაფერს მაგრამ აი ესე ხდება რა რაღაცები რასაც ვერც იმიტომ რომ კონტროლს ქონდა ეთყობა გაშვებული და როგორც კი კონტროლს გაუშვებ აი ეგრევე მოდის აი გამორიცხულებ პროსტო მაგიტომ ეგ კი რა ეხა სიმებთან ერთად რაღაც რო რეპეტიციობთ ხოლმე აი სულ ამას ვეუბნებით თუ რაღაც პრობლემა არის ხოლმე რომ აი მარცხენა ხელში თუ პრობლემა გაქვთ ხოლმე თქო აი მთელი ყურადღება გადაიდეთ მარჯვენა ხელზე და პირიქით, იმიტომ რომ როგორც კი კონტროლზე თქვათ ეს მარცხენა სფერო ერთ ხელზე კარგავს კონტროლს და აი მოკლედ სადაც ტვინი შემოდის და ეგო ერთვება და იწყება ეს რაღაც აზრები და ფიქრები რომ იქ ესე და არაფერი არ გამოდის. როგორც კი უშვებ
ყველაფერი აი ყველაფერი შეუძლია გააკეთოს ადამიანმა მართლა აი რო იძახიან ეს რაღაცა ბუდისტი ბერები რო შეუძლიათ რომ თქო ხაერში აიწიონ რაღაცა წააქციონო რა იქაც აი ეს მომენტი არის რომ აი თუ დაიჯერებ აი ზედმეტი იმ რაღაცა კონტროლების გარეშე რომ აბა როგორ წააქცევ და რაღაცების გარეშე გამოდის რა ეს სკეპტიკები ამბობენ რომ ეს ლევიტაცია სინამდვილეში არ არსებობს და არავის უნახავსო რადგან არ არის ეგ ვიდეო ხო ნუ ეხლა ამას მე ისე ცოტა მაგალითის მესმის ხომ არა მე დამაინტერესა ხო ჩვენ თუ მეც სავსებით დასაშვებია მე საერთოდ არაფერს არ გამავრიცხავ იმიტომ რომ ყველა თეორია არის აბსოლუტურად არაფერს ბეჭედია არ აქვს დარწმუნებული ამიტომ არ გამავრიცხავ საერთოდ არაფერს ვისო ფეხბურთს რო დაუბრუნდეთ არც იმას რომ აი რაღაცა ჩააჭიროს და პანკროკში დაუკრა სოფლიო ჩემპიონატია და მაინტერესებს ვის გულშემატკივრობს გიორგი ცაგარელი შეკედაცო ალეკიო რა ბავშვობაში ესე იყო რომ ესე იგი რომ ეზოში რომ თამაშობდი და კარში ვიდექი და ცოტა ხანი რომ შევედი ფეხბურთზე დღემდე თუ რაღაც ისე თამაშობ თუ ცოტა უფრო სერიოზულს კარში ვდგები მაგრამ წინათ თამაშობ და ბავშვობიდან გულშემატკივრობდი იტალიის ნაკრებს ნუ საქართველოსთან ერთად ცხადია და იუვენტუს გულშემატკივრობდი დელ პიერო მომწონდა კონკრეტული ფეხბურთელი და მახსოვს რომ აი ბოლოს არის წინა დღეს იუვენტუსი მილანის ფინალი იყო და გავსხდი ტირილით ჩემპიონი და წააგეს ფინალებში იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცები მომენტები იყო ეზოში ნუ ჩხუბობდით ამ ფეხბურთის გამ ჩემს მასთან ჩხუბია მე ეს იტალიის ნაკრებმა ხან გამახარა ხან ის იყო ნუ ბოლო სამის მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ ვეღარ გავიდნენ და მართალი რომ გითხარი ბოლო დროს დიდათ ისე იმ დოზით ვეღარ ვუყურებ არა იმ თლათ ესე გადარეულიც ეხა რაღაცა უცხო ქვეყნის ნაკრებს ის ბავშვობაში იმ კონკრეტული ფეხბურთელების გამო ვიყავი და მე ნენელა ეს ეხა აი კვარაცხელია სადაც წავა იმ კაც რო გადავიდეს სადღაც იმიტომ თან მომწონს მისი თამაში და სხვა ქართველ ფეხბურთელებზე ძალიან გულშემატკივრობ ეხა აღარ ჩამოვთვლი იმიტომ რომ უკვე ბევრნი არიან ტოპ ლიგებში და სოფლიო ჩემპიონატზე რეალურად არავის არ გულშემატკივრობ ეხა ის არგენტინის ფერები მაცვია და არ ნიშნავს ამას მაგრამ იცი რა შუაღამის თუ არ არის რაღაცა ის ან მეორე დღეს უყურებ ხო მაგის გამო არათენი არა ეგ ნამდვილად არ მაქვს მაგრამ ნუ ეხა მაგალითად გუშინ აი ნორვეგიას გულშემატკივრობდი იმიტომ რომ ცოტა ესეთ არა ისეთ ლიდერ გუნდებს უფრო გულშემატკივრობ რა იმიტომ რომ ჩვენც რო გავიდით ევროპის ჩემპიონატზე იქ ვიყავი თამაშზე და ამერიკაც წავედი გერმანიაში და ძალიან მაგარი განცდა არის პატარა ერები მეც ვიყავი და ანუ მეგონა რომ მაგ დღეს დავასრულებდი სიცოცხლე მაგ ხელა ემოცია არის ჩემი შვილი მუცელში იყო მაშინ და ალბათ რაღაცა აღქმები ქონდა კი ისეთი იყო ხო და ამიტომ კონკრეტულად არ ვიცი გულშემატკივრობ და რადგან სპორტს გადაწვდი მე დავსვავ ლიდერ სპორტის კითხვას თქვენის ნებართვით. რომელი ლეგენდარული სპორტსმენი აღნიშნავს გამარჯვებებს ვიოლინოზე დაკვრის იმიტაციით? ამას აკეთებდა ჯილარდინა თუ ლუკა ტონი აკეთებდა რომელიღაც მაყურებლები მე უნდა თქვას უნდა დაწეროთ კომენტარებში სწორი პასუხი. ლუკა ტონი ეს მე მგონი ჯილარდინი აკეთებდა ესე თუ არ მეგობრებო სწორი პასუხის ავტორს გადაეცემა ლიდერ სპორტისგან და ჩვენგან ყურსასმენები. ასე რომ იაქტიურეთ და დააკომენტარეთ. ვინმე იყო ესეთი რაღაცა კუმირი თუ ყავდან ერთი მუსიკოსი რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე? იცი რა მოდი ეხა ეს რო თქვა პროსტა არ მინდა ვთქვა იმიტომ რომ რეალურად რატო გეტყვი იმიტომ რომ ეს იყო იური ბაშმეტი ესეთი ალტისტი რომელიც აი ყანჩელმაც შნიტკემ ძალიან ბევრმა კომპოზიტორმა დაუწერა და ბავშვობაში ეს ჩემი კუმირი თვითონ აი ქარიზმა ქონდა მართლა მაგის გამო მე მგონი და მე მაგასთან უკვე მეცადინოდე მასთან ფესტივალებზე უკრავდით ეხა პროსტა პუტინის ტრაკში ისია შეტენილი რომ ეხა მაგის ხო ხტები ვეღარ იტყვი რა ეხა უკვე ანუ პროსტა ეხა ენდრი ლოლაშვილი ჟანრის ძმა იყო ესეთი კომპოზიტორი გარდაიცვალა დამირეკა და აი ვიმე თუ არ მოკვდება ისე არ მაქვს რა კონტროლ დამირეკა ნუ ველაპარაკე და რაღაც თორე არ მაქვს თორე
მართლა მსოფლიო დონის ეგეთი მაგარი თქო აი ალტისტი და მისთვის რომ ამდენი რაღაც დაწერილი იყოს არ არის და აი ესე გაიფუჭა საქმე ანუ შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა და არაფერი არ დააკლდებოდა მაგრამ იცი რა თან გალოთთა და სულოთი იყო რეალურად მაგრამ დეგრადირდა რა ძალიან და ამიტომ მოდი ვიტყვი არა სხვაც მყავს მაგრამ აი ეს მართლა კომერი მაგრამ აი ვიტყვი აი ანუ ეს კომერი იყო გიდონ კრემერი მე ვიოლინე რომელიც ესე იგი აკადემიურ რეპერტუარსაც და როგორ თქვა აი მე რაც მომწონს რომ ცოტა ჩარჩოებიდან გამოდიხარ აი სულ ესეთ პროექტებს აკეთებდა და ეხლაც აკეთებს და არასდროს არ მეგონა რომ მასთან ერთად მე სცენაზე ერთად აღმოჩნდებოდი მართლა ამაშიც აი ძალიან მადლიერი ვარ სამყაროსი და ეს ადამიანის იცი რა გემონებაოს რაღაცნაირი ისე იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი ესე თითქოს უსმენ და მომწონს როგორც უკრავს ყველაფერი მაგრამ აი რაღაცა გემონება აი იმიტომ რომ ტექნიკა არის აკადემიურ მუსიკაში რომ აი ძალიან შეზღუდული ხარ ხო აი ნოტებში რაც წერია ოდნავ იმპროვიზაციასაც ვერ გააკეთებ ნუ ესე არის და აი ну რა აზრიებს ხო ამდენმა ადამიანმა ერთნაირად ერთ და იგივე ნოტები უკრავს თითქოს ხო მაგრამ აბსოლუტურად ყველა სხვადასხვანაირად იქ რაღაც ფრაზირება და აი რაღაცა აი ზოგს რაღაცნაირად ზოგი შესრულება საშუალება თვით გამოხატვის მაინც მაგ ჩარჩოებში აი ძალიან რთული ხო არის მაგრამ აი მივხვდები ვინ უკრავს რა ეხლა ყველა მივხვდება ვინ თავისი თქვა თავის სფეროში ვინ თვალდახუჭული მივხვდება აი გერით რაღაცა ფრაზირებით და ამ ეს გიდონ კრემერს სულ ისეთი პროექტები ქონდა და ეხლაც აქვს სადაც აი სულ აი ეს იყო რა რაღაცა არანაირი ჟანრობრიობა და სინთეზი შეიძლება მართლა ჰიპ-ჰოპ არტისტები შეიძლება არ ქონია მაგრამ სხვათა შორის ეს შორტ ბაღი ეგეთი მოსკოვური ბენდი იყო რომელიც ძალიან ოპოზიციურად განწყობილი იყო და გიდონ კრემერი ძალიან ოპოზიციურად განწყობილია სხვათა შორის წელს ხო გარდაიცვალა და რაღაც გონდა რა იდეები რომ რაღაცა გაგოკეთებინა ეს მე გულისხმობ აი პანდემიამდე საინტერესო იქნება და რაღაცა მხრივ აი ცოტა მისაბაძი იყო ჩემთვის ეს მისი ეს სითამამე და ალბათ მანაც რაღაც ეს ინსპირაცია მოეცა ყველა ტრეკში იგრძნობოდა ეგ რომ აი რაღაც საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდა და ძალიან მეწყინა იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი თქვენი კომბოც ძალიან საინტერესო გამოვიდა და სუსედ. ამიტომ გიდონ კრემერი არის ეს მუსიკოსი. ხო, პრინციპში ის რაც თქვი რომ მეორე კითხვა ეს შეგვიძლია გავაერთიანოთ, გეგუნა მეკითხა რომ არის ვინმე ტიპი ვისთანაც გააკეთებდით ხო და ნუ ესე მეკითხა თემატურად. ხო, აი ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ კიდე ბევრი არის ვისთანაც რაღაცა სიამონებით ყველასთან თითქმის რავი ვინც მომწონს, ვისაც უსმენ, უამრავი აი ვინც ძალიან ხელმისაწვდომი ანუ არ ხელმისაწვდომი ხო მესმის ვისთან ხო არა მესმის ახლა ვიღაცებთან ბიორკი არ ვიცი ხო იცი რა არის მაინც პოსტსაბჭოთა სივრციდან ახლა არის რაღაცა ვარიანტი მაგალითად არის ბელორუსიული ჯგუფი საიუზ ქვია და ისინიც იმიგრაციაში არიან რა თქმა უნდა არ გაჩერდნენ ბელორუსიაში პოლონეთში ცხოვრობენ და ან ეს პანდემიამ შეგვიშალა ხელი აქ უნდა ჩამოსულიყო უნდა გაგოკეთებინა პროექტი და ეხლა ისე მოხდა რომ ასევე უკრაინიდან არის ივან დორნი და ნინო სუბიძე მის ლეიბლთან თანამშრომლობს და მეც სხვა მხრიდან რაღაც კონტაქტი მაქვს და იმანაც იცის ჩემ შესახებ და მე ხო ვიცი და ძალიან მომწონს და რაღაცა ჯერჯერობით ფიქრობ რა აი რა კონკრეტულად რა პროექტი გავაკეთოთ მაგრამ აი ესეთი რაღაცა კოლაბორაციაზეც ფიქრობ და ნუ ქართველებთან ვინც იცი რა არის ძალიან ისე უცნაური რაღაცა არის რომ ქართველ არტისტებთან ვისთანაც კონცერტებს ვაკეთებ თან ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან ანუ არა აი არ ვიცი ესე რაღაცნაირად დაალაგდა რომ არ არის არც ერთი რომ თქვათ უბრალოდ აი როგორ ხარ დაუკრათ და მე არა აი ყველა ძალიან ახლობელი და მეგობარია და ისეთი ვამაყი ვარ რომ ამდენი მეგობარი მყავს ვისთან ერთადაც შემიძლია რომ სხვადასხვა მუსიკამდე ერთ მუსიკაში ხო ვერ ჩერდები და მინის ვკითხე რა ეგ რამდენად არის კომფორტი თქო ყველა რომ მეგობარია თქო იმიტომ რომ მანდ ხო არის ხანდახან რა ეს ცოტა ეგოს და
მოსწავლების მომენტი თქო და რადგან მეგობრობა უფრო დიდია ამ ყველაფერზე თქო წონის ანუ უფრო კომფორტია თუ დისკომფორტი თქო იმიტომ რომ მაგ დროს შეიძლება კიდე უფრო მეტ რაღაცა დისონანსში მოვიდეს რა ეს ორი ტიპი და არა პირიქით ანუ უბედნიერება და ძალიან დიდი კომფორტია ანუ შენ სკოლის ხმობდა მაგ ყველაფერში ხო ნუ აი ძალიან სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად იმიტომ რომ რეალურად იმ ადამიანს კიდე უფრო მეტად უახლოვდები რომ აი ამ საერთო ენას გამონახავ და თუ მართლა რაღაცა ის ეგოების და რაღაც სიზიმების ჯახი არ არის, რა თქმა უნდა, მეგობრობაში გადაიზრდება ეს ყველაფერი და შეუძლებელია, რომ აი ამდენი რაღაც რო ემთხვევა მუსიკაში გემონება, რაღაცა მიდგომა, დამოკიდებულება, მე ეს ცხოვრებაში რო არ გადავიდეს, ნუ აი, ხო და ამიტომ ეს მიხარია და ნუ აი ეს თემა რო გავაგრძელოთ, მართლა ძალიან მიხარია, რომ აი თქვა ნინის გამო, რადგან ნინი ვახსენეთ, რომ მოსულან მოსასმენად და სხვა მუსიკაც მოусმენიათ კონცერტზე და დაინტერესებულან და აღარ არის რაღაცნაირი ეს თქვათ კლასიკური ჭალებში დავარქოთ მაინც კლასიკური და კლასიკური რაღაც კონკრეტული მიმდინარეობა, მაგრამ კლასიკური მუსიკა ისეთი რომ აი რაღაც გაუგებარი და ცოტა მოსაბეზრებელი და რაღაცა საშიში, იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა არის ისეთი მუსიკა, რომელსაც მომზადება, აი პირდაპირ რომ მოხვიდე, ძალიან რთულია ამის მოსმენა და მეს მარტივი არ არის. როგორც რაღაცა თქვათ რაღაცა რომანი არის, აი იქამდე უნდა მიხვიდი ან რაღაცა თქვათ სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ხო პირდაპირ უცებ იქ რო აღმოჩნდა, კი ვიღაცებს ეგ ძალიან ისე მიმღებლობაა ყველაფრის, მაგრამ არის ესეთიც, მაგრამ ან სხვადასხვა ისე დოზებით ვცდილობ რომ და ყველასთვის იცი რა არის ეხლა უკვე ბოლო კონცერტებზე საერთოდ არ ვიცი რაღაცნაირად ესე გადაიზარდა რომ ცოტა სტენდაპები მოს რა ანუ ისე მოსაუბრობ ხოლმე დავიწყე ლაპარაკი იმის გამო რომ არ ვიცი რის გამო არ ვიცი რაღაცნაირად მიკროფონი ავიღე რაღაცა თქვი მე ხალხს გაეცინა იცი რა როიცია ეს საინტერესოა ეგეც სახის ინტერაქცია როიცია ეხლა რომ მე რო თქვა რომ გიორგი ცაგარის სტენდაპს ვაკეთებ ხალხი მოვა სიცილის გამო და საერთოდ არ გაეცინა რომ არ ვარ პროფესიონალი ვერ გავაცინებ და როდესაც იციან რომ უნდა მოусმინონ რაღაცა აკადემიურ ან ცოტა რაღაცა ისეთ მუსიკას და უცებ რაღაცა ცოტა ჯოუკები არის ეგრევე ყველა იმაშება სხვა იმაზე გადადის და რაღაცა ყველა ერთ იმაზე ვართ რა და აი ეს შეზღუდვები ეს აი სულ ამას აი ხალხსაც ეხა სიკრეტ ივენთებიც იმიტომ არის კარგი რომ რაღაცნაირად შეკრიბა რაღაც აუდიტორიას ვისთანაც რაღაცნაირად საუბარი გასკითხებს მისვავდნენ და აი ამას ვიზახთ რომ კლასიკურ მუსიკაში თქვა აი კლასიკური ნაწარმოების სიმფონი იქნება თუ რაც კონცერტი, აი თქვა სამნაწილიანია და ნაწილებს შორის არის შესვენება და ამ შესვენების დროს ვიღაცას მოეწონა თქვა ერთი პირველი ნაწილი რომ დასრულდა და უკრავს სტაჟს და მთელი ის დარბაზი რომელიც წლებია იცის რომ ნაწილებს შორის არ შეიძლება და იწყება კიდე უფრო ხმამაღლა იწყება შშ ტაში რეალურად სინამდვილეში იმ ეპოქაში როდესაც ეს ნაწარმოები იმიტომაც ესე იწერებოდა რომ თითქოს დამოუკიდებელი იყო თქვა პირველი ნაწილი მეორე მესამე იმის გამო რომ პირიქით დაცლის საშუალება იყო ეს ტაში და მე ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს კონცეფცია რომ აბა ჩუმას კი რაღაც ნაწარმოებები არის სადაც სიჩუმე და რაღაც მაგრამ ესეც არავი ადამიანი მოვიდა რაღაცა ემოცია გავსწორდა და ტარს უკრავს. არა, პოპკორნი არ უნდა ახამუნო. აი, ამით უკვე აშინე პირველად მოსულ ადამიანს, გაიგე? ხო, უკვე ჩარჩოებში. ან ეხა მაგალითად მესმის ეს რატომაც არის, ხო, ევროპაში ვერ გადაიღებ ვერ სპექტაკლს და ვერ კონცერტს, მე არ გულისხმობ ეხა ოფენია რაღაც კონცერტებს, აი დარბაზში კონცერტს, იმიტომ რომ თვითონ არტისტს ეხლა მეც არ მომწონს, რომ თქვა ვიღაცამ თავიდან ბოლომდე იქნება თუ რაღაცა ნაწყვეტს გადაიღებს და იმ ლაივში რაც ხდება, ის ატმოსფერო, ის რაღაცა მაგიურობა, ის იქ უნდა იყოს. მე კიდე ყოველთვის არ არის, ხო, იდეალური შესრულება შეიძლება იქ ეს ოკეი იყოს ლაივის დროს ხო პირიქით რაღაცა ცოცხალი ის არის რა მაგრამ უკვე ჩანა სადაც რომ დევს და ათასობით ნახვარო და ტრიალებს რაღაცა ის რაც შენ ცოტა არ მოგწონს მე კიდე სიამოვნებას არ ვიცი როგორ მაგრამ ამაზეც ჩაჭერა რომ ნუ იპიკა ბატონო გადაიღე უბრალოდ ნუ მეც გამithვალისწინე თავიდან ბოლომდე ნუ გამოდებ მაგრამ თუ სიამოვნებს გადაიღე რა ნუ როგორ შეიძლება ეხა უკვე ამ დროს რო ვიღაცას რაღაც უთხრა რომ ისე და რაღაცა და რაღაცა. ხო და ეგ ძალიან მაგარია რა. ეგ რაც შენ გაქვს რომ შეგიძლია მუსიკა გახადო საყოველთაო, კლასიკური მუსიკა გახადო საყოველთაო, რომ ყველასთვის მოსასმენი იყოს და ის რომ რაღაცა არ გაქვს რაღაც ჩარჩოები რომ ახლა აუცილებლად ესე უნდა იქცეოდეს მსმენელი და ერთი და იგივე ადამიანები არა ხო ეგრე არის რა ის რაღაცა
ბაბლი არის. ой, დეგივე ადამიანები. სულ ერთი და იგივე ადამიანებიან იმ კონკრეტულ რაღაცა, არ ვიცი, დაჯგუფება ძალიან ცუდი სიტყვა ალბათ, მაგრამ არა ესე არის რეალურად ეხა ის სპექტაკლზეც ხდება ბალეტზეც. ნუ ყველგან აი სხვადასხვა ეს თეატრალების ერთი ბაბლი, რაღაცა კლასიკური მუსიკის მსმენელების ერთი მეორე ბაბლი და მე რა ტიპა ნუ რაღაცა ხო არის ცოტა ისეთი აი თქვა სტერეოტიპი არის რომ კლასიკურ მუსიკას ვინც უკრავს ცოტა ის შაცმულობიდან დაწყებული რაღაც საქციელი დამთავრებული ცოტა სხვანაირი რაღაცნაირი აკადემიური ტიპები არიან და არავის ეგეც არ ვიცი. ხო ესაც ყველა აფრენს. ხო არა ხო კი შეიძლება აფრენენ მაგრამ ნუ არ გააჩნია ნუ ხა მე მარტო საქართველოს არ გულისხმობ რა და აი ან ცოტა აი აროგანტები და ისე გელაპარაკებიან ცოტა ზემოდან გიყურებენ და რაღაცა და ამიტომ შეიძლება ადრე ჩემზეც ასეთი რაღაცები უთქვამ შეიძლება მეც არ ვიცი ესე განზრახარ ვაკეთებდი მაგრამ ну მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა მართლა იქამდე რას როგორც და ყოფილა ეგ რა ეგეთი attitude არ ვიცი როგორ აქ ხო აი მაგ attitude-ით რო ყოფილხარ რომ აი რადგანაც შენ კლასიკურ მუსიკას უკრავ რომ აი თავისეული ყოფილხარ რაღაცა პერიოდში რაღაცა პერიოდებში რაღაცა ასაკებში რა მე მექნებოდა რაღაც როლებში რა თქმა უნდა გარდატეხის ასაკში მე რომ ყოფილიყავი აუტისტი მე აუცილებლად გარდატეხის ასაკში მართლა საერთოდ ვერ უკრავდი და ვერანაირი attitude ვერ მექნებოდა და საერთოდ არ ვიცოდი მუსიკა მაგრამ კი რა თქმა უნდა რაღაც შეუძლებელი ხა ადამიანმა რო თქვა რომ სულ რაღაცა ის ვიყავი ხოდა რა გარდატეხის კი რა მე კონკრეტული რამაც აი მოგიშალა და პირიქით გითხრა რომ ნუ არა რა ესე არა და მოდი ისე როგორც მინდა. იცი რა არის ყოველთვის გრძნობდი რომ რაღაცა მომენტებში რაღაცა როლში შევდიოდი ხოლმე ალბათ ბევრი ყველა შედის რაღაცა როლებში რაღაცებს ვირგებ რაღაცა ნიღაბს იღებ და ის ანუ არ პირიქით რაღაც დისკომფორტს მიქმნიდა მაგრამ იმდენად უკვე რაღაცა თქვა რაღაც საზოგადოებაში ან რაღაცა მსმენელის წინაშე ის ნიღაბი თუ რაღაცა უკვე ისე გამჯდარი გავსო ცოტა იმის მოხსნაც არ რაღაცა რთული არის და მტკივნეული არის მაგრამ აი ეს პაუზა ყველაფერში გეხმარება აი ნუ თავიდან იწყებ ყველაფერს და რეალურად ეხლა ვარ ის რაც კი რა თქმა უნდა მე ჯერცეც ეს რადგან პაუზა ვიღე დავიწყე რაღაცა საკუთარ თავზე მუშაობა და დავდივარ რაღაც სულიერ და პირონუზდის სხვადასხვა კურსებზე და რიტრიტები და ასე შემდეგ და ბევრი რაღაცა საერთოდ გადავაფასე და ალბათ შეიმეცნე კიდევაც შენ თავზე არა ხო იცი აი როგორც თქვა ჯიმში რომ დავდივარ და რომ ვიციო თქვა დიდი ხანი ვარ მევარჯიშია და ნელ-ნელა უნდა მოუმატო და რაღაცა განავითაროს თქვა რაღაცა ან დაკვრისას ხო უნდა ივარჯიშო არავინ არ გვასწავლა მაგრამ ეგრე არის რომ ამ სულიერებას და ამ პიროვნულ მომენტებსაც სჭირდება სულ ვარჯიში და განვითარება როგორ შეიძლება იგივე დონეზე იყო როგორც თქვა 10 წლის წინ ვიყავი ან 20 წლის წინ და ესე თავისით ანუ სხეული რომ იზრდება თქვა და მე კიდე რაღაცა დასული ხდება ის თავისით ესე არ მოყვება თორმე არა და მეგონა გვეგონა ყველას ალბათ რომ ეს თავი მოყვება და არა პირიქით სხეული იზრდება და ის რჩება იქ იმიტომ არაფერს არ აკეთებ იმისთვის რომ გაიზარდეს რა თქმა უნდა ეხლა იმდენ რაღაც ინფორმაციას ვიგებ რაღაცას შევცვალე ყველაფერი რაღაცები ხანდახან ისეთი შემოდის რომ აი კარგად რომ დაგანარცხებს კერი თუ გავს აი მადლობა უნდა უთხრა ვიცი სამყაროს მეც იმიტომ რომ კერის გამო რაღაცა შეცვლი ხო თქვა აი მე რო თქვა ალკოჰოლთან რაღაც პრობლემა არ ქონდა რაღაცა ჩემთვის ვიღაცის შეიძლება ეს ფსკერი საერთოდ არ არის და ვიღაცის ფსკერი ჩემთვის არ არის მაგრამ ჩემთვის ფსკერი რაც იყო ამან მომცა ის საშუალება რომ ეხლა მოვედი იქამდე სადაც თქვა ძალიან ბედნიერად ვქნობ თავს რაღაცა გარე რაღაცების გარეშე და რაღაც მიჯაჭვულობების გარეშე და ის რაღაც ეგოს ის მომენტებიც ხო და სადღაც რომ იყინები მე ისეთი რაღაც შემოდის რომ ის განჯღრევს თორე ხო ესე არ იცის იმან რომ მუსიკაც კი არ უნდა იყოს იმისათვის რომ რაღაცა სიცარიე აი სიცარიელის გამო იწყებ ხო თქვა იქ ალკოჰოლს ან რაღაცა ნარკოტიკს ან რა ვიცი თუნდაც კოკაკოლას ან რაღაცა თუნდაც ვორკოგოლიზმი ხო სიცარიელის შემოსება გინდა იმიტომ რომ ისე თუ თქვა შენი ტვინი რაღაც და რა დაკავებული ვერ გზნობ თავს ბედნიერად სულ იგონებს რაღაც ეს მუსიკაც არ უნდა კონდეს ამის გამო რომ თქვა და იმ მუსიკაზე გავაკეთო კონცენტრაცია რომ აი ეგ distraction არის რომ იქ არ ჩახვიდე იმიტომ რომ ძალიან გავს ეგ სიცარიელის სიკვდილს და ყველაზე მეტად ეგ შიში მოდის აი ხო ბახე აი ძალიან და ისიც არის თვითონ წიფელის კლუბო თუ რაღაცა არა ესე ვფიქრობდი უბრალოდ ამ თემას მოვაყენე ხო სორით ეხლა შეგვიძლია ვიცი შენ სულ გეშინი ახავე მანდ რო ჩავდივარ გააჩერდი კალი შენ ხარ მანიაკი
შეგვიძლია რომ ვითამაშოთ ახლა შეგვიძლია რომ ცოტა ვითამაშოთ. გავალაითოთ. ესე იგი, ესეთი თამაში უნდა ვითამაშოთ ახლა. ეკრანზე გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც იქნება აწყობილი 3 სხვადასხვა მუსიკოსისგან და უნდა შეეცადოთ და შევეცადოთ, მე და ნუცამაც არ ვიცით და ჩვენს დამეხმარებით. კი, აბა. ისე არ დაგტოვებთ აკვართ. არ არის ხოლმე. დაგეხმარებით კი არა, შეიძლება ნუცამ თქვას ყველაფერი და მე შენია ხოლმე ვაკავებ ხოლმე. ოკეი. აქ არის ესე იგი. ერთი ტიპი არის და 3 ადამიანისგან შედგება. აი, ყველას გამოიცნობს ჩუმად თორე. ფრედი მერკურია, ლენონი არის, ალბათ ელვის პრესლი არის. ხო, всё ეგ არის. სამივე გამოიცანი ერთ წამში. იც ეს ვინ არის ისა ტომი? ხო, მაგრამ თვალი რატო გაუსწორეთ ამ კაცს? არა უშავს, მაგრამ აი ეს ორი არის და მესამე, აბა თქვენ თქვით. მესამე მგონი თმაზე უნდა წავიდეთ. თმა აქ ვიღაცა სხვის არა, თმა კაკრას მაგალახების. ოკეი, ხო. მაშინ არის. და სადღაც რაღაცა აქვს ისა და ტომ იორკი ესე იგი, ხო და იცი რა მითხარი, ქართველის პირი აქვს? ქართველის პირი აქვს? ბარას ნიშ, აი ეს ქვედანაწილი, ტუჩარი და ეს, ნუ ეს ვის შეიძლება იყოს რა, ეგეთი ეგ კონდა ვის რა, ჯორჯ მაიკლს კონდა ეგეთი, ვის კონდა ესეთი ბლანჟე? შენ იცი? ესე უყურებ. მე ვიცი, ერიკ კლაპტონია? ვა, ეს შეტყვარი ნუცაც ვერ იცნობს? ანუ ბლანჟია ხო ეს? ნახე, აი ცხვირს ქვემოთ სხვა ტიპი არის და მაგას უყურებ მეც. ეს რა კაი მოვიფიქრე? აი ძალიან არადამახასიათებელი პირი აქვს და რანაირად უნდა მე. დაიცა და აბა მაგარია რომ ვერ ხვდებით ეს. მარტივი რო არის, კაი, ანუ ის ორი ხო ნახდათ არის რას თქვით, ხო? ხო, მაგრამ აჰა, ეს ძალიან Damn. ანუ კურტ კობეინი შეიძლება იყოს? არა, წვერი, არა, ხო? არა, გოგორ არა რაღაც. ქონდა, მაგრამ დებრატი. თუ არ ქონდა, არა. ბოდავ. რო იტყვიან, მე ვიხდო დაურად. ვინ არა? ენრიკე ინგლესია რა? სამივე ერთობლივი შეთანხმებით. აუ რა. და ეს ერთი წამი, არა. მოიცადე ჰინტი რომ მოგცე პოპის წარმომადგენელია? ესეთი წვერი რა, ნიკა მაჩაიცია რა. ხო, რაღაც მეც მან მაგიტო ვიკითხე. ხო, მივხვდი. რიკი მარტინია? არა, რიკი მარტინი სადგა გახსენ. სახელი და გვარით არ არის? ანუ ერთი stage name-ია კი? stage name-ია კი? ერთი. აუ, ხო არ გაგიჟდი ვაფშე. აუ, იცი. ეხა ის საერთოდ არა, მობიეს. არა, აქვს ხო? თუ აქ აქვს. არა. არა, მარტო ეს. ჩამოდის ეხა მობი. და fuck. ხო, ჩამოდის. სულიკას ჩამოდის. კი, ვიცი. ამტი საქართველოში? ჯემიროქვაია? ხო! ოჩა. ვერც მივხვდებოდი ვერასდროს. ანუ არ ვაფშე არა აქვს ჯემიროქვაი ესეთი პირი. ნუ ხა მაგედან გააკეთეს და ხوار მოვიტყვები, მაგრამ ნუ კი, მოგვატყუეს. მაგრამ თვითონ აი ყველაზე მეტად თავის ეს გალახერსაც ალბათ ეს. ვაუ, ტომი და ერთი წუთი ტომ იორკს ანუ მართა სითი მეგეზე თვალებს რო უსწორებ ეხავე ფოტოშოპით ეს ესე. მაგიტო გააკეთეს. კაი, აბა კაც აი მესამე აბა. ყველაზე კარგი და ხუჭული თვალი აქვს და რატო გაუხილეთ? მესამე. ვაუ. თქვენ ხوار აფრეთ. ეხა თავს ვიკლავ. ეხლავე თავს ვიკლავ, ხო? ერთი შენ ხარ? რა დეგენერატები ხართ? საიდან აიღეთ? მარგველამ გადამიღო ეს ფოტო მე მგონი. ზემოთ. რა კაი კაცი ვარ. კაი და სად უნდა ანუ რას უნდა უყურო ეხლა ვერ ხვდე? ულო არის. არ ვიცი ასე არის. აი მე ვიცი შენი მივხვდი იმით პირსინგი. ხო, ეგ მქონა ადრე და არა, ნუ მივხვდი რომ პირიც მივხვდი. გიორგი საგარელია? ხო, და მესამე მე ვარ. გიორგი საგარელი რომელი? არ არსებობს. ზემოთ თმები? ანუ შავ ფონზე არ უნდა ყოფილიყო და ეხა მივხვდი რომ შენი შუბლია. ჩვენ სამი ვართ ხო? ცოტა
ის რა თავიდანვე შენზე ვიფიქრე მართლა გეონები მე ჩემი თავიდანვე просто მე ვერ მე პერანგზე წავედი რომ მეთქი ალბათ იმიტომ შენი პერანგია ხო პირსინგმა ძალიან ხედავ რა შეგვაუ ძალიან კაი კაცი ვარ ჩვენს გეხვეწებით ეს გვაჩუქეთ კონდე სადმე მაიკები გავიქეთოთ რაღაცა რომ ძალიან კაი ანუ რა მაგარი ტიპი გაიჭირდა დაჟე ის რო არ კონდეს მაინც კაი ძალიან კაია მაინც ვაუ ეს საინტერესო იცი რა კიდე პერანგით შენი აცია ხო მე მაგით იმაშკენი მივედი ხანდი არ ჩავსულა საერთოდ ბრავო ძალიან მაგარი ეს ოთარანთ ქრივისევდა ჩემ თვალებში შეხედე ბრავო გეპატიჟებით დრამთან საუკეთესო ჩელენჯისთვის იცი მაგის შესახებ? ნუ მინა ერთხელ ხო შეგვიძლია რომ მოვასმენინოთ? მოდი მე მაქვს ეგეთი იდეა რა. რა აბა? რადგან ფოტოში ერთად ვიყავით, ერთად ხო არ მივიდეთ თქო და ერთად დავარტყეთ და ნახოთ რა როგორ შემოვა. კი. ხო უნდა დათვალოთ. არა, რაღაც ნახევარი. ძალიან არ მემეტება გასაცილებლად გიორგი, მაგრამ ხო და დავემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი. ხო, ძალიან კარგი იყო, ხო? ძალიან ვისიამოვნე. მე ძალიან ვისიამოვნე, თქვენ ძალიან დიდი მადლობა და უღრმესი მადლობა რომ მოხვედით და ჩვენთან ერთად იყავით და კარგი იყო, თითქოს ველოდით ცოტა, ხო? არა, ყველანაირმა მოლოდინმა გაამართლა, ამიტომ ღირდა შენი ლოდინი ერთი კვირა. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ასევე ჩვენ გენერალურ სპონსორს Leader Sports და ჩვენ მუსიკალურ მხარდამჭერ Music Rooms. მადლობა.